კოშკიც მოიმატებს. თუმცა უნდა ითქვას ის რომ ეს ყოველივე ზოგადად ნეიტრალური კომაგისთვის კარგია, რადგან სატურნო ცხრილში არის ძალიან დიდი სიმჭიდროვე. აქ საკმაოდ უყურადღებო მოქმედება კობახიძის მხრიდან წინა ფლანგზე არის ალბანელი ვერდი მარა. ასე რომ როტაცია ხშირი იქნება ამ პოზიციაზე დინამოელთა მხარეს და ეცდებიან ისინი მატჩი. არ იყო ცეცაძის გუნდის შესრულებით, მაგრამ იყო თავიდანვე მიზანი 3 ქულა და კატანილის გოლის შემდგომ მიხვდნენ ამ საქმეს და პირველი სახიფათო მომენტი და არ ვიცი ჯობავა შეეხო თუ არა ბურთს. ეს მომენტი შანსი დინამო ბათუმს კირკიდაძის დარტყმა, ხო მე მგონი აქ ჯობავა არ შეხებია. პირდაპირ ხარიხას მოხვდა ბურთი. მეტი იყო ის ბოლო მოძრაობა, რაც გააკეთა ალბანელმა და ცრაფი კონტრიერიშის ჩინებული შანსი რუსთავ სოლომონ კესი. განური შეტევა. ნახოთ როგორი გამოვა ბილი ჯიბლიძე, კარგი გადაცემა, ბილი დარტყმა გარის მიმართულებით და კუბატაძემ აჯობა. პირველი ზუსტი კარში დარტყმა ჩვენ შეხვედრაში. ბილი ჯიბლიძეს ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს კი მეორე ზუსტი კარში დარტყმა, მაგრამ ნაკლებად საყიდაა ახალგაზრდა განელს. განმეორებით ეს ეპიზოდი. სუსტი დარტყმა გამოუვიდა ბილის. სულუკიძე. ლაკვეხელიანი მოასწრო როგორც ჩაწოდება. სახიფათო იყო. კაპიანიძე ასე ჩიტეჟუს უყარშორი და დარტყმები დაარტყარა. მარას ჩაწოდება. ჩიკოვანი თამაშობს თავით. წერდება იერში ჩიტეჟუ ჩაბრუნდება საჯარო მომენტში, დარტყმა შედგა, მაგრამ არ ასუსტია. ამბო კობახიძე. მოედანზე შემოსასვლა დამპლუით შემტევი ფეხბურთელი. ფორვარდის გარეშეა რეალურად ახლა დემო ბათუმი, კირკიდაძე გაიჭრა წინ, შევა საჯარიმოში რას მოიფიქრებს და არტყა გარის მიმართულებით და გადარჩა დინამო უკაცრავად რუსთავი აქ. თანაწყვეტელი ბარათი ჰქონდა, მანამდე ეს მომენტი ნახეთ განმეორებით კადრში და მისასვათ კოხრეიძე. ალბათ ახლა მარა შეუწყვილდება მილჩენკოს აგზელებს შეტევას. კალანდარიშვილი. წულუკიძე რა მოხდენილი პასი გაყვეხელიაძე. ლუკა შეაწოდება დარტყმა გარის მიმართულებით. დინამო ბათუმი დაწინაურდა. გიორგი ჭიაბრიშვილმა სულილება გამოიცნო კოხრეიძე. ბატონო ნახავთ ამ შეტევას, რა თქმა უნდა, აი ეს პასი წულუკიძისა. რამაგარიგად იგრძნო თუ სად იმყოფებოდა ლაკვეხელიანი უზუსტესი პასი, თანაც ისეთი მომგებიანი რომ ლაკვეხელიას დრო ჰქონდა, თავი აეწია და თავისუფალი პარტნიორი მოენახა საჯარიმოში. იქ კოხრეიძემ ყველაფერი ისე კარგი შეტევა იხაზება კაპანაძე. ბილი ჩაწოდება საჯარიმოში. სოლომონ კესი მიდიოდა. მეტი აქტიურობა შეტევაში საჭირო. გუჯაბიძე კარგი იყო. უბილავა დაარტყამს. დაარტყა შორიდან არა. კობადაძე აბსოლუტურად აკონტროლებდა ბურთის ტრაექტორიას. მიულოცოთ დინამო ბათუმს. დღევანდელი გამარჯვება. კარგი მატჩი იყო, დაძაბული, მძიმე, მაგრამ დაძაბული. რუსთავს კი წარმატებები კიდევ უფრო